ივანიშვილი იტოვებს ბერკეტს სურვილის შემთხვევაში დააპატიმროს ნებისმიერი პირი, რომელიც ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდება. ის რომ დღეს მამუკა ხაზარაძე არ დააპატიმრეს, არ ნიშნავს, რომ რეჟიმმა ამით საკითხი ამოწურა. ძლიერი საქართველოს ლიდერს დღეს გირაო დააკისრეს 50,000 ლარი. სიაგრძელია და იქ სავარაუდოდ კიდევ ბევრი ადამიანი მოხვდება. პოლიტიკოსებს ერთმანეთის მიყოლებით იცახებენ რეჟიმის კომისიის ხდომებზე. ქართული ოცნების სადმე კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსები თუ სხვა სფეროს წარმომადგენლები არ მიდიან ამ კომისიასთან პასუხების გასაცემად. მიზეზი ის არის, რომ ეს სივრცე შექმნილია არაღიარებული ხელისუფლების მიერ, რომლის კომისია რუსეთის ინტერესებს ემსახურება, მიზნად შურისძიებას ისახავს და გზაა დიქტატურის დასამყარებლად. კიდევ ერთი გზა. ქეთი ნადიბაიძე შემოგვიერთდა ახლა პირდაპირ ეთერში. ქეთი, უყურებენ თუ არა პოლიტიკოსები ამას ისე, რომ შესაძლოა, ვისაც მართლა ივანიშვილი მოინდომებს, ყველა გაუშვას ციხეში. მით უმეტეს შესაძლო ახალი არჩევნების ფონზე, შესაძლო ეს ჯერ არ არის ცნობილი და თვითმმართველობის არჩევნების წინ. ამ მომენტისთვის შეიძლება ითქვას, რომ არაღიარებული კომისიის მუშაობა უკვე ეხება თითქმის ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას. მაგალითისთვის საქმე არის აღძრული ძლიერი საქართველოს ორი ლიდერის წინააღმდეგ. აქედან ერთი მამუკა ხაზარაძე არის უკვე ბრალდებული. დღეს დაკითხეს პროკურორებმა ბადრი ჯაფარიძე. ასევე უახლეს მომავალში საქმეების აღძვრას ელოდება კოალიცია ცვლილებისთვის სამი ლიდერი: ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე, რომლებსაც წულუკიანის კომისიისგან უწყება მიუვიდათ გამოკითხვაზე მისვლას დაკავშირებით. საჯაროდ ისინი უბნებიან უარს, რაც ნიშნავს იმას, რომ უახლეს მომავალში სავარაუდოდ დაიწყება დევნა მათ წინააღმდეგ. ასევე ამ კომისიაზე დაბარებულები არიან საზოგადოება მიცის ამ დღების განმავლობაში გაჟღერებული ინფორმაცია. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატები მხოლოდ პარტიებს არ ეხებათ ამ კომისიის მუშაობა. დღეს მაგალითად პროკურორების შეკითხვებს სასამართლოში პასუხობდა და მის წინააღმდეგ საქმე არის უკვე აღძრული პროკურატურაში. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ცირკს უწოდებს არაღიარებული კომისიის მუშაობას, დაშინება, მუქარის მცდელობა, განეიტრალება ფინანსურად თუ ფიზიკურად. ეს არის ერთ-ერთი მიზანი, რასაც აი ამ კომისიის საქმიანობის პარალელურად ხედავენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტები და ამას ხედავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტიც, რომელიც დღეს ამ საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ოპონენტების დევნის ახალი ეტაპი ივანიშვილის მხრიდან. სხდომათა დარბაზში არ დაუპატიმრებიათ, თუმცა ელოდა. პროკურატურა და სასამართლო პირველ ეტაპზე სოლიდურ გირაოს დასჯერდნენ. იმ არგუმენტით, რომ ხშირად მოგზაურობის და მჭიდრო საერთაშორისო კონტაქტების გამო ოპოზიციონერი ლიდერი შესაძლოა მიმალულიყო, 50,000 ლარიანი გირაო დააკისრეს. თუმცა ეს მხოლოდ აღკვეთი ღონისძიება და საბოლოო გადაწყვეტილება წულუკიანის საგამოძიებო კომისიის ბოიკოტირებისთვის მამუკა ხაზარაძეს წინ ელოდება. ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი, ეს არის არალეგიტიმური კომისია, ეს არის კომისია, რომელიც ჩვენ დავინახეთ და თქვენს დაინახეთ და ყველა, რომელიც ემსახურება ქართული ეროვნული ინტერესის უგულებელყოფას. ბრალდებული ხაზარაძე დღეს პირადად შეეცადა მოსამართლისთვის და პროკურორებისთვის აეხსნა, რატომ არ დაურღვევია კანონი. მთავარ არგუმენტად პარლამენტის და შესაბამისად იქ შექმნილი საგამოძიებო კომისიის არალეგიტიმურობა დაუსახელა. მოუწოდებ იმ პოლიტპატიმრებს, ობიჭო მაგრად იყავით, აქ ჩვენ მაგრათა ვართ, ნებისმიერი გადაწყვეტილება რაც არ უნდა მიიღოს, ეს იქნება იმის მტკიცებულება ჩვენი მხრიდან, რომ თქვენ არ მიგატოვებთ, არ მივატოვებთ თავისუფლებისთვის ბრძოლას, არ მივატოვებთ ქართული ხალხის არჩევანს, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ნაწილი. აღკვეთი ღონისძიების განსაზღვრის შემდეგ, როდის ჩაინიშნება საქმეზე პირველი სხდომა, ჯერ ცნობილი არ არის. მანამდე ბიძინა ივანიშვილის პარტია განსასჯელის სკამზე გასამწესებლად სიას ყოველდღიურად ზრდის. შემდეგი შესაძლოა ძლიერი საქართველოს კიდევ ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე იყოს, რომელიც ქართული ოცნების საგამოძიებო კომისიის არაღიარების გამო დღეს დაკითხეს. ყველა ინსტიტუცია გამოიყენება ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის არის სრულად მიტაცებული ბიძინა ივანიშვილის მიერ და შესაბამისად ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის გამოყენებული ინსტიტუტები შეასრულებენ მის მიერ მიცემულ ყველა ინსტრუქციას. დღესვე გამოკითხეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც. არც მას და არც ბადრი ჯაფარიძეს ბრალდებული სტატუსი ჯერ არ აქვთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ მალე ექნებათ. ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი. არანაირი კომისია არ არსებობს საპარლამენტო, ისე როგორც არ არსებობს არანაირი პარლამენტი.
აი ეს არის ჩემი პოზიცია. რაც შეეხება პროკურატურაში, ბრალის წარდგენა იქნება თუ რაც იქნება, იმაზე გამოცხადდება. ელოდებით ბრალის წარდგენა. მე მგონი რომ ერთი კონვერიული საქმეა ყველასთან მიმართებაში და ლოგიურად მოხდება ყველასთან. მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ირაკლი ოქრუაშვილი იყვნენ ერთ-ერთი პირველები, რომლებიც თია წულუკიანმა ნაციონალური მოძრაობის გასასამართლებლად არაღიარებულ პარლამენტში მოწმეებად დაიბარა და ისინი არიან პირველებიც, რომლებიც ამ კომისიის გამო ბრალდებული სკამზე აღმოჩნდნენ. სია მათით არ სრულდება. ქართული ოცნების პარლამენტისგან უწყება უკვე მიიღეს ზურაბ ჯაფარიძემ, ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ. სამივესგან წულუკიანს საჯარო უარი აქვს. ეს არ არის ერთადერთი იარაღი, რომელსაც ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებენ, კიდევ ბევრი იქნება, მაგრამ ჩვენ ვიცით, ვის წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა. ეს არის რუსეთი და რუსული რეჟიმი, ასე რომ მზად ვართ იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გავწიოთ თავისთავად. იცით, რომ 50-ზე მეტი პოლიტპატიმარია საქართველოში, ადამიანი ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქეები და პატრიოტები არიან ციხეში, პოლიტიკოსებმა არ უნდა იწუწუნონ ამაზე. კომისიის მიზანი თავიდანვე იყო ორი ჩემი აზრით, ერთი ის რომ შუღლი მოეწყოთ და წაიღოთ მედიის ყურადღება და მეორე ის რომ ამ კომისიაზე ნალაპარაკები რაღაცები რუსეთს გამოეყენებინა საბოლოო საქართველოს წინააღმდეგ განსაკუთრებით საუბარი იყო 2008 წლის ომზე. ეხლა როგორც ჩანს დაამატეს ისიც რომ დამატებითი ზეწოლის ბერკეტი იყოს პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ ლიდერებს. ჩემს იქ მისვლა არის ლეგიტიმაციის მიცემა მაგათთვის. ხო და არ არის ანუ ვინ მიბარებს, ვინ ჩემი ფეხები არის, რატომ უნდა მივიდე. ოლიგარქის პოლიტიკური ოპონენტებისთვის უკვე ცხადია, ისტორიის გადაწერის მცდელობის გარდა ის არაღიარებულ პარლამენტში შექმნილ კომისიას ცალკეული პოლიტიკური ოპონენტების დაშინების, ფიზიკური თუ ფინანსური წნეხისთვის იყენებს. მათი პარტიების გაქრობის გეგმის პარალელურად. წულუკიანის სიაში ყოფნას ოპოზიციის რიგებიდან თითქმის აღარავინ გამორიცხავს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან მანდატი გაიფართოვა და ნაციონალური მოძრაობის არა 9, არამედ 22 წლიანი საქმიანობის შესწავლა იტვირთა. მე-4 საუკუნეც სწავლობენ ერთ თვეში, ხო? თავის ყველა მაგ თვალსაზრისითაც აბსურდია. 5 მაისს უნდა დავასრულოთო, იმიტომ რომ 9 მაისისთვის უნდათ რომ პატაკი ჩააბარონ. იმას ვის მაამებლათაც საამოთაც შეიქმნა ეს კომისია. ელოდებით რომ შეიძლება შემდეგი თქვენ იყოთ? აიც ეხა ჩემთვის სულ ერთია, დამიბარებენ თუ არ დამიბარებენ, მე მისვლას არ ვაპირებ. ყარს სკლინტის სუნათ იქავრობა. რა თქმა უნდა, მეც მექნება იგივე პასუხი და რეაქცია, რაც აქვთ ჩემს კოლეგებს, სხვა ოპოზიციონერ ლიდერებს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ ღალატის კომისიაში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თანამედროვე ისტორიის გადაწერას რუსული ვერსიით და ქართული სახელმწიფოს, ქართული ჯარის გასამართლებას. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და არა მხოლოდ მათ შესაძლოა 1 წლამდე პატიმრობად ან ფულად ჯარიმად დაუჯდეთ. სწორედ ეს შეახსენა დღეს წულუკიანმა ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, რომ გირაოს სანაცვლოდ გაშვება არ ნიშნავს, რომ ციხეში ვერ აღმოჩნდება. ჩვენ არ ხუმრობთ, ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს და გვაქვს მოლოდინი, რომ აქ მოწვეული პირებით სერიოზულად მიუდგებიან ამ პროცესს. რამდენი მოწმე ჰყავს სიაში და რამდენი აღმოჩნდება აქედან ბოიკოტის გამო ბრალდებული სკამზე. ეს 5 მაისამდე უნდა გაირკვეს. კომისიას სამუშაოდ 3 თვე აქვს აღებული.